ქართული ოცნება სასამართლოში წარდგენილი სარჩელის გამო, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, ბრიუსელის კრიტიკის სამიზნე გახდა. უფრო კონკრეტულად, რასაც ხადებენ ბრიუსელში და როგორია პასუხი თბილისიდან, ანუკი ჩხიკვაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. პარტიების აკრძალვის სარჩელზე აღშფოთებული ევრობიუროკრატია ახლა ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას ცდილობს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს სარჩელი. ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსი სახის ნაბიჯები არ უკვირს მმართველ გუნდს იმ ფონზე, როდესაც ყოველ ჯერზე რადიკალების მაშვალ რგოლად მათი მოკავშირე ევრობიუროკრატები გვევლინებიან. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ახსენებს ბრიუსელს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს ხელისუფლების ფუნდამენტური უფლებაა და რომ ეს ყველა სამართლებრივ სტანდარტში ჯდება. ჩვენ კაცრად გმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში 3 ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით. ის რომ გვაკრიტიკებენ თუ საერთოდ რატომ მიმართეთ სასამართლოს, ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი საერთოდ პოლიტიკურადაც კი ყოვლა წარმოუდგენელი. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური უფლება, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკური პარტიები გადაიქცნენ უკვე უამრავი წელია, გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია, დემოკრატიამ დაიცვას თავისი თავი, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ვიდაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა რა არჩევანი არის მათ ქვეყნებში როგორ წყვეტენ ამ თემებს, პარტიებში უარდებიან პოლიციური ძალები და ასე შლიან პოლიტიკურ პარტიებს. რა თქმა უნდა, ერთადერთი ცივილური ევროპული გზა ეს არის სამართლებრივი დავა და სწორედ ამ ნაბიჯებს ვდგავთ ჩვენ. ევროპის საბჭოს კონგრესის მომხსენებლებს და ამ განცხადების ავტორებს შორის არიან პოლიტიკური პარტია IPP-ის წევრები, რომლებიც როგორც ჩანს მათი პოლიტიკური ოჯახის წევრ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ შეტანილმა საჩივარმა გააღიზიანა.